მოგესალმებით, მივესალმები მთელს საქართველოს და საქართველოსდან წასულებ ჩვენს მეგობრებს. მე მინდოდა რომ თითო შეკითხვა ჩემთვის დაესვათ ჩემს საყიდვის მენეჯერებს და მე აქედან უკვე მივხვდები თუ რამდენი ცოდნა შეიძინეთ თქვენ აი ამ კომპანიაში. მე მინდა რომ ის ცოდნა რაც მე გამაჩნია ქართულში, კაცურში, ბიზნესში ყველაფერი მინდა თქვენ ისწავლოთ. მარტო თქვენ კი არა, ყველა ახალგაზრდა. მე ვიცი თქვენთვის რა არის უკეთესი ხვალინდელი დღისთვის. პირველ შეკითხვას ვინ დამისვამს? მე გავრისკავ ბატონო გელა და ვიქნები პირველი. შენ ყოველთვის რისკავ. კი, მიყვარს. მე ვიქნები პირველი, ვინც დაგისვამთ შეკითხვას, პირველ რიგში მოგესალმებით ყველას და ძალიან მარტივი და ყველაზე საინტერესო შეკითხვა მაქვს თქვენთვის. რას ფიქრობთ თქვენი აზრით? როგორ უნდა დავიწყოთ ბიზნესი? ახალგაზრდებს, ვისაც აქვს სურვილი და უნდათ თავისი ბიზნესის დაწყება, რა იქნება მათთვის მთავარი რჩევები ბატონი გელა ბარკალაიას მხრიდან? დიდი მადლობა. უყურეთ როგორ არის. ბიზნესის დაწყება როცა გინდა, უნდა მოусმინოს სხვას. უნდა დააკვირდეს სხვა როგორ აკეთებს. ბიზნესი ზუსტად ისე უნდა დაიწყო, როგორ თქვენ დაიწყეთ. აი აქ რამდენი ადამიანი ხართ, ხო? 5 სტუდენტები ხართ, 5-ვე, ხო? და პარალელურად მუშაობთ. უყურეთ როგორ არის. თქვენ აქ არავინ არ მოყოლია, თქვენით მოხვედით. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი ძმაკაცის შვილი ხარ, მაინც შენით მოხვედი და მითხარი, რომ მუშაობის დაწყება გინდოდა და რო დაიწყე და პირველ ხელფას რო გებულობდი, მე გავიგე შენ ვისი შვილი ხარ, თქვათ. ვისი თქმა მინდა. უნდა ნახოთ სხვა როგორ აკეთებს ბიზნესი. უნდა შეაწუხოთ ვიღაცა და უნდა დაიწყოთ მუშაობა. მეგობრებო როგორ არის? თქვენ ჩვენთან მოხვედით, ხო? და დაიწყეთ მუშაობა და უკვე რამდენი ხანია მუშაობთ, ხო? და მე რასაც გეუბნებით, ზუსტად ისე აკეთებთ. ეს არის ჩემთვის მისაღები. რაც მე გამოცდილება მაქვს, ის უნდა მიგაღებიოთ თქვენ. მე ამისთვის დამჭირდა 60 წელი და მე მინდა რომ თქვენ 60 დღეში ისწავლოთ. იმიტომ რომ მე ძალიან დიდი დრო ამისთვის დავკარგი კი არა, დავხარჯე და უკვე ამასაკში ვარ. თქვენ ხართ ახალგაზრდები და ბიზნესი ზუსტად აი აქედან უნდა დაიწყოთ. აუცილებელი არის ბიზნესში, როგორიც თქვენ ხართ. რა სიტუაციაში არ უნდა იყოს, პირველი ბიზნესში არის სინდისი, ნამუსი, ღირსება, სიწესიერი. ამის შემდეგ ლამაზად ჩაცმა, კოხტად, რაც გაქვს ის ჩაიცვი, მაგრამ დაუთავებული და მოწესრიგებული უნდა იყო. ადამიანს თავი უნდა შეაყვარო. თუ შენზე უფროსმა გითხრა, მიგითითა რაღაცა, ის მითითება არის შენთვის, უნდა შეასრულო, იმიტომ რომ შენ ეს სულ გახსოვდეს, რომ აი ესე უნდა მოიქცე მეც. სულს არავინ არასდროს არ მიგითითებს. ეს დაუშვათ პრაქტიკა. მაგრამ უპრაქტიკოდ განათლება არაფერი არ არის. არც პრაქტიკა არაფერი არ არის განათლების უმისო. ამიტომ ყველა თქვენს ტოლ გოგო ბიჭებს ურჩევ, რასაც ურჩევ მათეს. ზუსტად მათეს, რასაც ურჩევ, უცნობს, ნაცნობს, ვინც არ უნდა იყოს, ურჩევ ერთ რამეს. ზუსტად როგორც მოგიყევით ისე გააკეთეთ და წიგნი ხედიდან არ გააგდო. გაუნათლებელი ადამიანის ცოდვა ამ ქვეყანაზე არაფერი არ არის. თქვენ ხედავთ, ბევრი მოდის და ბევრი მიდის. იმიტომ მიდის, რომ რაც მეტი გაუნათლებელია, მეტ შეცდომებს უშვებს. როცა განათლება გაქვს მიღებული, მაშინ შენ ყველაფერს შენ თვითონ მიხვდები. მიხვდები იმას, რომ შენთვის პრაქტიკა აუცილებელია და თქვენ რა დაკარგეთ? დაკარგეთ კი არა. მე ახლა ვისაც ჭირდება და ვისაც უნდა ვეთქვი, რომ თქვენ კომპანიასაც შევქმნით. იმუშავებ და უხელმძღვანელებთ კიდევ. რატომ? ყველაფერს აკეთებ, ხო ხედავ? გაგიშვით, მანქანაში მოგაყვანიეთ, ჩამოგაცლიwiet, გაგარეცხიეთ, შემოიყვანეთ, კლიენტს როგორ ელაპარაკებით, მანქანას მიდიხართ, ამბაჟებთ, ხო? აფორმებთ. აი ეს არის ჩვენი ბიზნესი, ხო? აი ეს თუ იცი, ამას თუ ისწავლი, ხო? მაშინ ნებისმიერ ბიზნესს გაუძღვები. პრობლემა არ არის. ძალიან დიდი მადლობა უზურავი პასუხისთვის. შემდეგ კითხვას დაგისვამთ მე. პირველ რიგში მოგესალმებით ყველას და რა მაინტერესებს? რას ურჩევდით მომავალ თაობას? მე ვინც არ უნდა იყოს, პროკურორის შვილი იყოს, პოლიციის უფროსის შვილი იყოს, გუბერნატორის შვილი იყოს, ვინც არ უნდა იყოს, ყველას ურჩევ განათლების მიღებას და გაბლატაება არ უნდა.
უნდა განათლება მიიღო, იმუშაო და ბლატნოი ტიპი კი არ უნდა იყო, კარგი ტიპი უნდა იყო, კარგი ახალგაზრდა უნდა იყო, ვისი შვილიც არ უნდა იყო, მე ყველას ურჩევანი, ყველა წავიდეს ბიზნესში. რატომ? იმიტომ რომ ბიზნეს როცა ისწავლი, შენ გაქვს შენი ფული, დამოუკიდებელი ადამიანი ხარ. შენ არ ყავს უფროსი, შენ ხარ შენი საქმის უფროსი. ნებისმიერ სახელმწიფო სამსახურში ყოველთვის ყავს უფროსი, ხო? და გაქვს ხელფასი. მართალია, სახელმწიფო სამსახურში მუშაობ, ხელფასი აქვს ეგერ იმას და ლამბორჯინი დადეს. და შევერ ყიდულობ ლამბორჯინს, მაგრამ უყურე როგორ არის. მაინც ჯობია აუცილებლად ყველას ვეტყვი, როგორც მათეს ვეუბნები, ისე გეუბნები თქვენს და მთელ საქართველოს მოსახლეობას. აი ამ მიმართულებით. იყავი იურისტი, ვინ გეუბნება რომ არ იყო იურისტი, განათლება მიიღე და გააკეთე ბიზნესი, ისწავლე ბიზნესი. ბიზნესზე უკეთესი არ ყოფილა, არ არის და მომავალშიც არ იქნება. დამოუკიდებელი ადამიანი ხარ. მადლობთ. მოგესალმებით ბატონო გელა, მოგესალმებით ჩვენს მაყურებელს. ასეთი კითხვა მექნება მე თქვენთან. რას გვეტყვით ციხის შესახებ ზოგადად და კონკრეტულად თქვენ რა გამოცდილება მოგცათ ციხე? უყურეთ როგორ არის. ადამიანს ცხოვრებაში ვის, როდის რა დაემართება არავინ არ იცის. ციხეში ხვდება შავიც, თეთრიც, წითელიც, განათლებულიც, გაუნათლებელიც, ბიზნესმენიც და სახელმწიფო მოხელეებიც. მაგრამ ცხოვრებაში ყველაფრისთვის უნდა იყო მზად. ციხეში თუ მოხვდები, იგივე ადამიანი უნდა იყო, რაც ხარ გარეთ. პირველ რიგში, როცა ხარ ჩამოყალიბებული ადამიანი, მერე რა არის ციხეროა? ციხე მოხდილი აქვს სოფლიოში 20%. 30% ადამიანს ციხის გემო გასინჯული აქვს. მაგრამ მე მინდა ვთხოვო ყველა თქვენ ტოლებს, ყველა ახალგაზრდებს, რომ ციხე არასდროს არ გასინჯოთ. მაგი არის სიკვდილი, შემდეგ არის ციხე. ყველაზე ცუდი არის სიკვდილი, მერე არის ციხე. ყველაფერი უნდა გაკეთდეს და გააკეთოთ იმისთვის, რომ ციხეში არ მოხვდეთ. ციხეში კარგს რო ვისწავლი, ეს ტყუილი. ციხეში კარგს ვერაფერს ვერ ისწავლი. ამიტომ ეცადეთ, ყველაფერი გააკეთეთ იმისთვის, რომ არ მოხვდეთ იქ. მე რა გამოცდილება მივიღე, მე ჩემი სახელი მქონდა, ჩემი გვარი მქონდა, ჩემი გავლილი წლები მქონდა და ციხეში დავწერე 9 წიგნი და გვინდა რომ ძალიან მაგარი წიგნი იყოს, თავისი ყდიდან დაწყებული, შინაარსით დამთავრებული. ამიტომ ვერ მოვიცალე რომ ეს ჩაუშვა. თითქმის ჩაშვებულია, მაგრამ ძალიან მალე გამოვა და ჩემი წიგნი იქნება ძალიან საინტერესო და თუ რა მომცა მე ციხემ, აი ამ წიგნში მთელი საქართველო და ნახევარი მსოფლიო მაგას წაიკითხავს, იმიტომ რომ სამ ენაზე დაიბეჭდება. მადლობა. მოგესალმებით ბატონო გელა, ესეთ შეკითხვა მაქვს. როგორია თქვენი დამოკიდებულება ნარკოტიკის მიმართ? უყურეთ როგორ არის. ჩემი თხოვნა, მარტო თქვენ კი არა, აგერ გისმენთ მათე, ხო? ნარკოტიკს არ გაეკაროთ. ნარკოტიკი ყველა მიმართულებით დაგაზიანებთ. ყველა მიმართულებით პრობლემა შეგიქმნით. ნარკოტიკი კარგი რო იყოს, გელა ბარკალაიას საშუალება ჰქონდა თქვენ ასაკში დაეწყო. არასდროს არც ნარკოტიკი მომიხმარია და არც სიგარეტიც კი არ მომიწევია. წარმოიდგინეთ, დღემდე, აი ამ წუთამდე სიგარეტი არ მომიწევია. ნარკოტიკი ღმერთმა დაგიფაროს. ნარკოტიკი გიშლის ხელს ჩამოყალიბებაში როგორც ადამიანი. დაგაწყებიებს ტყუილის თქმას და შენს გვერდზე ჯდომა არავის არ უნდადეს იქნება. ნარკოტიკზე უარესი მტერი ამ ქვეყანაზე არაფერი არ არსებობს. რო გაიგებს ნარკომანია, უთხარი გამარჯობა და მიდი შენ გზაზე წადი. იმიტომ რომ ის კარგს არაფერს არ გასწავლის. მადლობა. მოგესალმებით ბატონო გელა, თქვენ ხშირად იყენებთ სიტყვებს სინდისი, ნამუსი და ღირსება. რატომ ანიჭებთ მათ ასეთ უპირატესობას? მადლობა. უყურეთ როგორ არის. ადამიანი დაიბადე, ხო? მამამ, დედამ გაგზარდა. ყველაფერი გაგიკეთა იმისთვის, როგორც ადამიანი ჩამოყალიბდე, ხო? თქვენ რატომ გიკეთებთ მშობლები ყველაფერს? იმიტომ გიკეთებთ, რომ ეს ასაკში რო ვარ მე, მათემ უნდა მიხედოს, ხო? თქვენი მშობლები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ მათი სახლი, კარი, ყველაფერი თქვენ ეტაპობრივად გადაიბაროთ, ხო? ცხოვრება ესეთი, ხო? უყურეთ როგორ არის. თუ ბაბუაშენი უწესრიესი კაცი იყო და ოჯახს
წესიერი კაცის სახელი ერქვა, ყველგან კარები ღია ქონდა. მამაც წესიერი კაცია. და ახლა შენ თუ რა შეკითხვა აგერ ამ ახალგაზრდამ დამისვა, ნარკოტიკის მიღება თუ დაიწყე, შენ ოჯახს ამით ხუპავ. სახელს უფუჭებ ოჯახს. შენ არ მოусმინო სხვას. მე მომისმინე, მე რასაც გეტყვი, ზუსტად ისე გააკეთეთ თქვენ და ცხოვრებაში 100 მეტრი წინ წაიწევით ყოველ წელს თუ ყოველ თვე. უყურეთ როგორ არის. პირველი, ჩვენ ვარ ქართველები. ჩვენ ეს ქვეყანა არის ტრადიციული ქვეყანა. ჩვენ ქვეყანაზე უკეთესი ქვეყანა რუკაზე არ არსებობს. ახლა თქვენ წარმოიდგინეთ 19-20 წლის გოგო ბიჭები ხართ, ხო? სოფლიო გამოფენის წევრი ვარ 30 წელია. 20 წელია დუბაიში ოფიციალურად ცხოვრობ, ხო? არც ჩინეთია ჩემთვის ახალი, არც ამერიკა, არც ევროპა და არც აზია. თქვენ ვერ ნახავთ ქვეყანა, სადაც მე ერთი ძმაკაცი არ მყავდეს. უყურეთ, ისი თქმა მინდა. ყველა როგორ მისნობს ისი როგორც წესიერ ადამიანს. და მე ციხეში რომ მოხვდი, ვერც კი წარმოედგინათ გელა ვარკალაია ციხეში როგორ მოხვდაო. მაგრამ მოხვდი ეს სხვა თემაა. უყურე. თუ გინდა რომ დედა გიყვარდეს, დედა დააფასო, დედას პატივიცე, მამას და ოჯახს ნარკოტიკს არ უნდა გაეკარო და ჩვენი საქართველოს ემბლემა, გერბის რო იტყვიან, რა არის? ჰიმნი რა არის? სინდისი, ნამუსი და ღირსება. სად გინდა ახლა მე რო გამიშვა და რო არ მენდო? შენ როცა ნარკომანი ხარ, შენ როცა ცუდი ადამიანის სახელი გაქვს, არსად არაფერს არ გენდობიან. და ყოველთვის ცუდი თვალით გიყურებენ. აი ზუსტად ამ ასაკიდან არის სინდისი, ნამუსი და ღირსება. თქვენ 5 ადამიანის ხართ აქ, ძალიან ბევრი ხართ, ხო? აქ ახალგაზრდები. მე ვინმეს გავაჩერებ აქ კომპანიაში, რომელიც არ არის ღირსეული. მე თქვენ ხო ხედავ, ყველაფერს გენდობით. თქვენთან ერთად მივდივარ, მოვდივარ. უკეთესთან ვისთან წავალ, ხო? ჩემგან სიარულითაც უნდა მიხვდე, რომ ესეა სასიარულო, ესეა სასაუბრო, ესეა საცხოვრებელი. შრომაზე უკეთესი არაფერი არ არის. უყურე, საქართველოს სახელი რა არის? სინდისი, ნამუსი და ღირსება და პატიოსნება. დედაშენი და მამაშენი და და ძმა, ოჯახის წევრები 1000-ჯერ უფრო ძლიერები იქნებიან, სადაც დაждდებიან, როცა შვილი ყავს ესეთი პატიოსანი. ახლა მე წავედი სუფრაზე. და დავჯექი და მითხრეს, რომ პირში არავინ არ გეტყვის. მაგრამ როცა უკან ზურგი გაფუჭებული გაქვს, ხო? მაშინ ის კაცი ვერასდროს ვერ იქნები, რომ მაგიდაზე ხელი დაარტყა და ქართველობაზე და საქართველოზე რო თქვა. პირველ რიგში მე რასაც მათეს ვეუბნები დღეს, იმას ვეთქვი, სანამ ცოცხალი ვიქნები მათეს, მის დიშვილებს და ყველას და თქვენს, რომ სინდისზე ნამუსზე და პატიოსნებაზე უკეთესი არაფერი არ არის. მამაშენი რო გეუბნება ესე წადი, ესე წადი. არ წახვიდე იქით რო წახვალ, ფეხს მოიტეხავ. და მერე ტირი ხარ და მერე გვიანია. ფეხს რო მოიტეხავ, მისი გამოსწორება ძალიან ძნელია. ახლა სახელი. სახელი ერთჯერ გაგიფუშდება და მას ვერასდროს ვერ გამოასწორებ. ის მოყვება მერე ისტორიას. ნარკომანი ისტორიას მოყვება, ცუდი ჩამშვები ისტორიას მოყვება, ცუდი ადამიანი ისტორიას მოყვება. კარგი იყავი, ხო? კარგი როცა ხართ, ყველგან კარგი აქვთ ღია. ახლა ეს ბიჭი, თქვენი სახელი როგორ არის? ლუკა. ლუკა არის თქვენ სტაჟიანები ხართ უკვე, ხო? ყველაზე ახალი არის ლუკა, ხო? და მეუბნები, რომ ესეა გასაკეთებელი. მე მასში ვთქვათ, რომ თქვენ ახლა უკვე ჩამოყალიბებული ხართ, ხო? და ღმერთმა დამიფაროს, რომ თქვენზე ვისაუბროთ. თქვენ ხართ ჩამოყალიბებული ადამიანები, რომლებიც ოჯახის შესაქმნელადაც და ყველაფრისთვის რომ მზად ხართ. მაგრამ ლუკა მოვიდა და მუშაობა უნდოდა და უთხარი, რომ აი ხო ხედავ როგორ არიან. ესე უნდა ჩაიცვა, ბეიჯი უნდა გაიკეთო. აქ არის კომპანია. აი ეს უფრო გიხდება შენ, ვიდრე ნუ პაკადი გეხატოს მაიკაზე, ხო? ესე გიხდება, იმიტომ რომ შენ ხარ კომპანიის თანამშრომელი და იმ შენ შეყვარებულს ესე უფრო მოეწონები, ვიდრე მეორეს რა ქვია დათო, ნუ პაკადი და ტომიჯერი, ხო? რომ დაიხატო ახლა ზურგზე ან აქა და ან აქა. უყურეთ, ამიჯერე. ყველაზე დიდი ოჯახის პატივიცემა არის თქვენი კარგად ყოფნა და თქვენ რომ კარგად და წესიერად მოიქცევით. გულს უხარებთ მშობლებს.
ბატონო გელო, კიდე მაქვს ერთი ეგეთი კითხვა. ხშირად ამბობენ, რომ გელო ბარკალაია ძლიერი და გამორჩეული პიროვნება. როგორ ახსნით ამას? თქვენ ახლა სტუდენტები ხართ და განათლებას ღებულობთ, აქ პრაქტიკას ღებულობთ, ხელფასიც გააქვთ, კითხულობთ და ნაკითხები ხართ, ხო? ჩვენ მარტო რესტორანში არ მივივართ იმისთვის, რომ საჭმელი ვჭამოთ, ხო? აი იმ რესტორანში ჩვენ საქმეზე საუბრობთ, როგორც ახლა საუბრობთ, ხო? მოყურეთ როგორ არის. მე ვარ ვერძი. ზოდიაქოს ნიშანი ვერძი ვარ და ეს ვერძის თვისება ესეთი, რომ წაიქცევი უნდა ადგე. კიდე წაიქცევი, კიდე უნდა ადგე. სიკვდილის ბოლო წუთამდე უნდა იბრძოლო და უნდა იფიქრო, რომ ამის მამა არ ყოფილა რაიკომის დივანი, მამა ჩემი იყო და ჩემგან არაფერი არ გამოვიდა. ეს გლეხიშვილია და გლეხიშვილიდან კაცი დადგა და ჩემგან არაფერი არ გამოვიდა, ხო? აი ესე უნდა იფიქრო. უნდა იყო ძლიერი ცხოვრებაში. მართალი უნდა იყო. როცა მართალი ხარ, არაფრის არ გეშინია. მოყურეთ, კიდევ ერჯერ ვამბობ. ბიბლიაზე შემიძლია ხელი დავდო და ვთქვა. აქ ვერავინ ახალგაზრდები ხარ და მათემაც მინდა იცოდეს. აქ ვერავინ ვერ დაждდება ვერაზროს. ვერ მოვა, ვერც სახში, ვერც აქ, ვერც ქუჩაში და ვერ მეტყვი შენ ცუდი კაცი ხარ. კონკურენტები შეიძლება ამბობენ და ჩასაფრებული მტრები, ხო? და რასა რო ეძახიან, შურიანები. მოვიდეს, დაждდეს და თქვას, რომ გელა ბარკალაიამ ფული მსისხა, ჯერ ისტორიას არ ახსოვს, რომ გელას ვინმესთვის რამე გამოურთმევია. მეორე, მომიტყუებია. არასდროს ადამიანი არ მომიტყუებია და ახლა მთელი ჩემი ცხოვრება ბიზნესში ვარ, ხო? სუფთად ბიზნეს ვაკეთებ. თუ ვინმეს გააჩნია ამ ქვეყანაზე სინდისი, ნამოსი, ღირსება, ეს მე იმიტომ ვარ, რომ ესეთი კარგი დედის გაზრდილი ვარ. და ზუსტად ესე მიმაჩვია დედაჩემო და მამაჩემო, რომ ესე მეცხოვრა და ესე ვიცხოვრებ სიკვდილის ბოლო წუთამდე. ამას უხსნი მათეს, ამას გიხსნით თქვენ. არ გაიჩერო გვერდზე მოღალატე. შეიძლება შენი ძალიან შინაური იყოს, მაგრამ გადაამოწმე. დღეს თუ რამე პრობლემა არის ქვეყანაში, არის ღალატი. ეს ქვეყანაში რაღაცა დამკვიდრდა ესეთი რამე, აი, ღალატი, რა ვიცი, აი, ყველა შეხვალ Facebook-ზე, Instagram-ი მილიონი ის არის, ხო? სოციალური ქსელები და ყველგან მიღალატა. ჯო ყველა მუღალატა და ვის არ უღალატეს ერთი, ვინ არის ისეთი ადამიანი? ისეთი ადამიანი ვარ მე. წინასწარ ვიცი, როდის უნდა მიღალატოს. წინასწარ ვიცი, როდის რა უნდა გააკეთოს. ამიტომ ძალიან დიდი სიმთხილია. საჭირო უნდა იყო ძლიერი და რო წაიქცევი, უნდა ადგე და უნდა გააგრძელო რა ასაკშიაც არ უნდა იყო, უნდა გააგრძელო მაინც მუშაობა. მოყურე, წაიქცევი და თუ დაიძინე, გადაგივლიან ზევით. არავის არ ჭირდები არაფრის მაქნეს. ოჯახის წევრს არ ჭირდები არაფრის მაქნეს. ყველას უნდა ხარ მაშინ, როცა კარგი ტიპი ხარ. ხო ხედავ, თქვენ ახლა ჩვენ სადაც მივდივართ, მარტო გელა ბარკალაი არ არის ძლიერი. გელა ბარკალაია ძლიერი არის თქვენთან ერთად. ჩვენ სადაც მივდივართ, ყველა ფეხზე დგას და ყველას უხარია. რატო უხარია? იმიტომ რომ ახალგაზრდები შემოვიკრიბეთ. რამდენი ახალგაზრდები ყავს, ხო? მე ვინც მომისმინა, ყველა სწორ გზაზე დგას. ვინც არ მომისმინა, ახლა ეს თავისი პრობლემაა, ხო? მე ყველას მინდა უსურვო კარგად ყოფნა, კარგი ცხოვრება და შრომა რო აუცილებელია და შრომასთან ერთად პრაქტიკა და პირველ რიგში ერთი იცოდეთ, რომ დედას არასდროს არ უნდა აწყენიო. მე ერთს ვიტყვი, ახლა ბევრს შეიძლება ეწყინოს, მათემატიკას იცოდეს და თქვენც იცოდეთ. კარგი კაცის სახელი მაშინ გექნება, როცა არასდროს არ იტყვი ჩემი დედაო. ადამიანი, რომელიც ყოველ წუთს შეხვალ იქ ტელევიზორ ჩართავ, ინტერნეტი გინდა, Facebook-ი, ჩემი დედა, ახლა ვერ ვიტყვი ამას და თქვენ ძალიან კარგად იცით, დედაზე როგორ იქნებიან თვითონ. აი ამ ადამიანებთან მე არ დავждები. არ თქვენ არ დავждეთ და არასდროს არ იკადროთ. თქვენთვის ყველაზე მთავარი და ნომერ პირველი არის თქვენი დედა. მე ჩემმა დედამ როდის გარდაიცვალა და დამიბარა, აი მათე არ უნახია. მაგრამ ყველაზე მთავარი, რასაც მათეს ვასწავლი, ეს არის ვცდილობ ყველანაირად, რომ ვასწავლო სინდისი, ნამოსი, ღირსება და ძლიერი უნდა იყოს.
თავი არავის არ უნდა დააჩაგრიო. არც არავინ არ უნდა დაჩაგრო. არც არასდროს შეურაცხყოფა არ უნდა მიაყენო. თავარი და ამით დავამთავრებ. არასდროს არ დაივიწყოთ თქვენი წინაპრების საფლავი. თავარი ესაა, სადაც არ უნდა იყოს 1000 დღესასწაულია და არასდროს არ უნდა დაივიწყოთ თქვენი წინაპრების საფლავი. ეს დედა იქნება, მამა იქნება, ვისაც გარდაცვლილი ყავს, ყველას გაუნათოს ღმერთმა. მათე, ერთი რამ იცოდე, მე დღემდე ესე მოვედი. იყო დრო, არაფერი არ მქონდა, ხო? იყო დრო, ციხეშიც მოვხდი, მაგრამ მაინც არ დავთმე და აგერ გეუნებით. ციხეში ზუსტად იმიტომ მოვხდი, რომ ძლიერი ვარ. რომ ლაჩარი რო ყოფილიყავი, მოუწერდი ხელს და ვაჩუქებდი ყველაფერს, ვინც ითხოვდა იმას. და დღემდე ესე მოვედი, რაც გამაჩნია, ჩემი ნაშრომით გამაჩნია. ვერავინ ვერ მოვა და ვერ იტყვის, რომ გელა ბარკალაიამ ვიღაცას რაღაცა ან მოატყვა, ისე იშოვა, ან რაღაცა იმაიმუნა. მაგას თქვენ ვერ ნახავთ გვერდსა და ალბათ აქ იმიტომ მზიხართ, რომ ეს იცით, რომ ესეა. მე მათესაც ვეუბნები, რომ ჩემთან თუ ვინმე მოვიდა და მითხრა, რომ ეს რა უნდა ბიჭო ამასო, მაშინ მე მას არ დაველაპარაკები. პრინციპი საკითხია, პრინციპი ესეა. შობელი ყველაფერს გიკეთებს მოусმინე. და შობელი ბოლო წუთამდე სახში უნდა ყავდეს. ახლა ბევრს არ მოეწონება, მაგრამ შობელს არასდროს არ წავიყვან. არასდროს ღმერთმა დამიფაროს, არც მე ამ ჩემ გვარის პატრონს და ან რა ვიცი, რომ წაიყვანო სადღაც, რომ იყავს და იქ იყავიო შემი არ მსალია შენთვისო. აი ეს არის ყველაზე არაკაცური. არის ევროპაში ძალიან დიდი რაღაცა ცენტრები. ეგ შეიძლება რომ იქ წავიდეს, მივიდეს, მოვიდეს, თვითონ ამის სურვილი ქონდეს, მაგრამ მე ავიყვანო მამა ან დედა და იქ წავიყვანო და იქ იყოს კაცო დაბერდა უკვე და მაგას არაფერი არ მოიკითხება, აი არასდროს არ გაგიმართლებს. დედა შენი სანამ ცოცხალია შენს გვერდზე უნდა იყოს. მამა შენი შენს გვერდზე უნდა იყოს. არ უნდა შევწყვე, შენ რომ მამა შენია და შენ დედა შენია. შენ ახლა ბლატაო, მაგარი ბიჭი ხარ. რითი ხარ მაგარი ბიჭი? გეკითხები, რითი ხარ მაგარი ბიჭი? შენ რა შეგიქმნია, რა შექმენი? არაფერი. მამა შენმა იწვალა, სახლი, კარი, ყველაფერი გაქვს. შენ ახლა უნდა ისწავლო და იამაყო იმით, რომ ესეთი კარგი მშობლები გყავდა და ასე შემდეგ. და მათესაც ესმოდეს და თქვენც, რომ თქვენზე ეს არც ეძი არ არის სათქმელი, მაგრამ ყველა ახალგაზრდა მიცოდეს, რომ ესე უკეთესია. დიდი მადლობა დღევანდელი დღისთვის. მათე, ალბათ ესეა საჭირო. გააქვს, როცა მეტი გაქვს, უფრო დაბლა წყნარად უნდა იარო, არ უნდა გაბლატავდე. არაფერმა არ უნდა გაგაბლატავოს. ცხოვრებაში არის ერთი ეს თავარი, რომ არ უნდა გაბლატავდე. მე მათეს ვეუბნები და ხო ხედავ რა მანქანი დადეს. მე ხო ხედავ რა მანქანი დავდივარ. გარაჟში ბევრი მანქანები დგას, ხო? ჩვენ ისეთი მანქანები მყავს საკუთარი, ხო? ვისია მათესია. მაგრამ არა, ჯერ მისთვის ადრეა ის მანქანები. რაც დადის, იმას ვერასდროს მე ვინატრებდი. ვერასდროს ვერ ვიფიქრებდი, ასეთი რომ მეყოლებოდა. აი ამ მასაკში 23 წლისაა. ყავს ძალიან კარგი მანქანა. ის რომ დღეს დაждდეს იმ ავტომობილს, რომელიც მე მყავს, მე არ დავდივარ ჯერ იმ მანქანებით. ხალხი იტყვის ეს გაბლატავებულაო და გაბლატავებული ადამიანი არავის არ უყვარს. აბა გისურვებთ წარმატებას მთელ საქართველოს მინდა საქართველოს მოსახლეობას მხარდაჭერისთვის დიდი მადლობა გამოუცხადო, სადაც მივდივართ ყველა პატივცემენ, ეს ავტოსფერო ჩვენი ბიზნესია, მომბრძანდით, აგერ გოგო ბიჭები დაგხვდებიან, მეც აქავარ და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ყოველ კვირა ახალ-ახალი იდეებით 2-3 ადამიანი მაინც გავამხიარულოთ. და როგორ იცი შენ? გამოიწერონ ჩვენი გვერდი, იმიტომ რომ რაღაც სერიოზულს ვაპირებთ. პასუხებ. დიდი მადლობა და დიდი მადლობა მინდა გადაგიხადო ასეთი კარგი მამის და დედის გაზისთვის. დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ და ეს არის ის, რასაც ქვია სინდისი, ნამოსი, ღირსება და ხვალინდელი დღე. თქვენ ხართ ქვეყნის ხვალინდელი დღე. გისურვებთ წარმატებას.